ესეთი ანანასი, თმები რომელსაც არის დიდი. ესეთი მანგო. ბანანი, ციტრუსები და ასე. კივიც. მანდარინჩიც. პორტოყალიც, ყვაშლიც. პირველი ავარჩიეთ მანგო. სიმართლე გითხრათ, ეხლა მანგოს სიმწიფის ამბავი არ ვიცი, მაგრამ ალაგ-ალაგ რბილია. ფიქრობ, რომ უნდა იყოს წიფე. ფიქრობ, რაღაც ატამივით ხილია. ატამივით არის. აი ჩვენი დანა, რომელსაც მე ვჭრიდი საზამთრო სამდანით. მე ეხლა პირველად ვჭრი მანგოს და ნუ გამკითხავთ თუ არ გავჭრის სწორად. მე საბეზეში ვჭრიდი ერთხელ. მოდი ვნახოთ აბა როგორ. ჩვენ არ ვიჭრობთ ეს რა კონტაქტი. აი, აქ უკა შევიდა. დიდი ამისათვის მაშინ ჩვენ ასე წრიულად გავჭრით ეხლა ამას. ეხლა როგორც მე მინახავს, ვეცდები ისე გავჭრა. ეხლა აქ უნდა იყოს დიდი კუკა და ამისათვის ჩვენ უნდა დავაბრუნოთ. ხო, დავაბრუნოთ ეს, თუ დაბრუნდა. თომ წიფე. ხო. მოდი მე დავსაერთო შეიძლება. ხო, სინჯე შენ თუ გინდა. ნა. კარგი, თუ არ შვება მასე, მოდი ზოლა-ზოლად რო სხვა ხერხს მივმართოთ მაშინ. ო, აგეთ. აბა? აი, ახლა მოდი ასე გავაკეთოთ სიგრძეზე. ეხლა ესეც გავჭრათ და 4 ნაწილად როცა გაიჭრება, მე ვფიქრობ ადვილი იქნება უფრო. ხო. აი, ნახოთ აბა. ვე, მაინც არ შვება? მაინც არ შვება, მაგრამ ყობა ჯერ მკუხია. ხო, არა, აი, ასე, ხო, გაფია, ხო. კურკამდე უნდა დავიყვანოთ. აბა ნახოთ. ოხ, როგორ გვაინტერესებს უკვე ბავშვებო, არა? აჰა, კურკამდე მივიყვანე და იდებ ახლა. აბა ნახოთ. ხელში დავარბილე მე ახლა ეს, სიმართლე გითხრათ. უნდა იყოს. მოდი ეხლა წრიულად, მოდი ეხლა წრიულად გავაკეთოთ. უკვე დაჭრილი იქ. და რაღაცა იქნება უკვე, ხო, აი ასე. ყოველისევით გამოვარდება. ვაუ, რა მაგარია. ვაა, ნახე რა ლამაზია. გემრიელზე გემრიელი. ჩიგნით როგორც ნევსვია. გასინჯავ? კი, მე კი. აბა ნინო გასინჯე? მოგეწონა ნინო? გემრიელია? ხო, მე მგონი რომ არ არის მწიფე, იმიტომ რომ არ მოცილდა პურკას კარგად. მე ეხლა რომელი გავაკეთოთ ჩვენ? მოდი ანანასი დავჭრით. დავჭრეთ ანანასი. შევადაროთ ანა შენი თავი და ანანასი. მგონი ანანასი უფრო დიდია ვიდრე ანას თავი. კი, ნამდვილად. აბა ელენეს ლოყები და ანანასის ტანიც. აბა აკოს. აბა ნინოსთან შეადარე მოდი. მოდი ნინო, აბა მოდი. ნინო და მაგა იქნება დიდი. მოდი ნინონა. ნინო ხო საერთოდ. პატარა. მოდი ეხა გავჭრათ ანანასი. პირველად მე მგონი უნდა მოვჭრათ ჩუქჩი. მე მგონი ქვემოდან ხوار დაიწყებ და ხელის მოსაკიდებლად დაგჭირდება. ეგეც მართალია. ვაუ, ციფრია. მარცვლებია? ხო, მარცვლებიც ქონდა. რა გემრიელი სუნია. ოღონდ რა მართლა რა კარგი სუნია? საოცრება. ჯუნია, ნახე ჯუნიაბა. მე ერთი რამე მინდა შემოგთავაზოთ. მოდი ეს ფუჩეჩი ხوار დავუგოთ. მე მაინტერესებდა კი ზუსტად ეს რამე. დავუგოთ და მე ბავშვებს ვაჩვენოთ. გაიზრდება თუ არ გაიზრდება ესე მოჭრილი ფუჩეჩი. მე რატომღაც მინახავს რომ ცოცხალია ისე დამჭკნარია? არა, ცოცხალია, მწვანეა. ბავშვებო. ასე, დაჟე. ეხლა როგორ გავაკეთოთ? აჰა. მოჭრით, გავაზე, გავაზე. ეხლა ჩვენ უნდა მოვჭრათ და შევჭამ. კიდეები. ხო, და მე გულსი მაჩვენე აი მოვარდა. ასე. აკუნიაკე. ანუ გავფურცქნოსავით, აბა? აკე. ეს ნამია. ან გავთალოთ უფრო. გავთალოთ. უფრო. იმიტომ რომ ეს გარეთ ისე პიკანია, გეტყობა რომ არ იჭმება. მე
მოგონი ხო ანა? ვფიქრობ, რომ ესენიც აქედანაც სხვა შეიძლება ფესვები გამოიღოს ამან. კანისგან? ხო, იმიტომ რომ ნახე ისინი ხორკლებისგან, აი ეს ასე მგონია რომ რაღაცა გამოიღებს თქო. ეს უნდა ო? სტროგო. ეხლა რა გავაკეთოთ? უნდა დავჭრათ ეხლა წრიულად. რამდენად გოლებად. რამდენად გამოვიდა ამაზე არ ვიცი, მაგრამ სუნი არაჩვეულებრივი აქვს და მე რა წვნიანი. ორაწვნიანი გადმოვიდა. შუაში აქ ამას მაგარი. ეს შუა ნაწილი უნდა ამოუჭრათ ჩვენ წესით. მაგრამ და გამოვარგოლეთ. რა გემრიელია სუნი. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ისეთი კარგი. გათლილი. უფ. მოდი, კიდევ შეიძლება ეს კიდები რომ მოჭამოდა ეს დიდი. გადაალაგოთ. აი ასე. და აი ჩვენი გემრიელი ჩუბჩიკიც აგერ დავქჩა. მე ვიცი ეს არა მოიცა გაჩერდი. ეს ახლა აქ დავდოთ ჩვენ სილამაზისთვის. ესე გაალამაზებს ჩვენს თეფშს. ნახეთ აბა. და მე ახლა რამე მინდა შემოგთავაზოთ ერთი რამე. ეს კი აქ მაგარი, მაგრამ მაინც იყოს ესე უფრო ლამაზი არის. ეს იმდენად რბილი არის. მე აგერ სპეციალურად მოვამზადე ფორმები. ეს უფრო ცომის ფორმები არის, მაგრამ ჩვენი რვა მარტი რომ გამოგვივიდეს უფრო სახალისო, მოდი ვსინჯოთ თუ გავკეთდება. მოდი ყველაზე თხელი ნაჭერი რომელიცაა ისა იღე მაშინ. აი ის უფრო ქვედა. აბ ჩუბჩიკისკენ აი ეს ხო. ხო და აი ვსინჯოთ, აბა თუ გამოგვივა. რადგან ანანასი არის, მოდი ანანასს ავიღებ. და ვსინჯოთ თუ გამოგვივა ისეთი ის რაც ჩვენ გვინდა. უნდა დავაჭიროთ ხელი, მაგრამ არა, და ჩავდოთ შიგნით. კარგი, ჩავდოთ, მაგრამ ანანასი უფრო ძარღვიანია. და გამოიჭრა. მოიჭრა? და ახლა დავაჭერო. არა, დაჭერთ არის ჭერე. არა, ამას რო დააჭერეს ამოვა. ვაუ! არა. კი! გამოვიდა. მოგითხარი. აი ნახე. მე არა. კი, გამოვიდა, აბა დავდოთ ეს ანანასი აი ჩვენ. აქ. კიდე რა ვსინჯოთ? ეს ბალი. ბალი. ბალი ვსინჯოთ. ლინო ჩაკეთებს. ლინო ჩაკეთებს. ესე იგი ჩვენ ამას უნდა დავაჭიროთ ასე ხელი და შემდეგ გამოგივა ნინო შენს. ნინოლა დაჭირე. ვაუ! დავაკეთეთ ეს აბუბალი და ხო ნახე რა ლამაზი გამოვიდა აბუბალიც და ესიც და ეხლა რა გავაკეთოთ იცით? აგერ ბანანისგანაც აუცილებლად ბანანი რბილი არის და გამოვა ძალიან თქვენით აგერ ბანანი გავაცალეთ ტყავი და ეხლა რა გავაკეთოთ? იმისათვის რომ ჩვენ გამოგვივიდეს ეხლა კარგი ფორმა მაშინ მოდით და გავჭრათ ბანანი ჩვენ შუა გულში. აი ასე ნახე? აი ასე გავჭრათ. ვაუ, ეს ბანანს მარცვლები აქვს, თავისი მარცვლები, ხო? და გადმოვაბრუნოთ. აი გული გავაკეთეთ. და ახლა სინჯეთ, თქვენ თვითონ სინჯეთ, ვისაც რა უნდა. მაგრამ ჩვენ ელენე ეს თუ დიდი არის, დიდი თუ აქვს, თები შეიძლება არ ეყოს. თები არის. კარგი. ჯერ ტანში დავაჭიროთ, თლიანად დააჭირე უშველენე ხელი. და მე უშვათ. ესე იგი როგორ უნდა გავაკეთოთ, იცი? ჯერ დავაჭიროთ და ეს გვაქვს შპრიცივით რომ გამოვაგდოთ ფორმა. ვაუ! აბა ანუშკრედი. ანუშკას თვალიც გამოვალი. ანუშკას დავეხმარები. ალუბალი უნდა ანუნას შენც ეხლავე. აი დავაჭირეთ ხელი და გამოვიდა ნა. მოგიდიანო ხელი. აი მოიცადე, უნდა ჯერ დაალაგო ლამაზად. ნახე? ბანანი ხო არ არის მსხვილი ისა. აი, ჯერ დავაჭიროთ. ხო, ჯერ უნდა დააჭირო ეს, დააჭირო. ამას თითი არა. აი ასე. აი. მერე გამოიღებ.
ეს რა და ეხა შპრიცივით მიაჭირე ხელი, აი გამოვა ფორმა. ხელი დაუდები აქ წინ. მიაჭირე. აი ასე. აი გადმოატრიალე მეორე მხრიდან. აი. დაჟე ზოლებიც აქვს, ანანასის ზოლი. ხო, ეხა ჩვენ გავაკეთეთ ბავშვებო. ანანასის ანანასის ალუბალი, ბანანის ალუბალი, ბანანის ანანასი. სადა ყავს ჩიტი? თევზი. ეს ჩიტი. ბანანის მტრედი, ბანანის მტრედი. ბანანის თევზი. ზოგიერთი სიხარულის მტრედია, ჩვენ ბანანის მტრედი. მე ხა კარგი მოვიფიქრე. ნახეთ, ეს არის ეგზოტიკური ტყე, სადაც შეგვიძლია ჩვენ დავსვათ ბანანის მტრედები. ანანასი ჩამოვიდოთ. აი ნახე რა ლამაზია. ნინო. ნახე რა ლამაზია. ანანასიც იზრდება, ანანასის. ხო, აი ხედავ რა ლამაზი გამოგვივიდა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი 8 მარტი არის და ამ ჩვენს ჩელენჯს უძღვნით მსოფლიოში ყველა ქალს. კაც და გოგონებს, რა თქმა უნდა, ჩვენს ლამაზ გამომწერებს, მათ დედიკოებს, დაიკოებს, ბებოებს, დიდბებოებს, დეიდებს და ვინც ჩვენ გვიყურებთ საერთოდ ყველას და მამიდებს. დეიდაშვილებს, ყველა გოგონებს, ვინც ჩვენ გვიყურებს, დიდი სიხარულით და სიყვარულით ულოცავთ 8 მარტს, აკო და პრინცესების შემადგენლობა. ვინც გვიყურებს და ვინც არ გვიყურებს, ყველას ულოცავთ. ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ. კარგად ბავშვებო, თქვენი ყავით არხზე აკო და პრინცესების და წელვაგი პატპისების დანაშაულობა. პაკა.